ცოდ გაგახაროთ. გახსნილი ქონოდეთ ღვთის სადიდებლად, სული საცხოვნებლად. ისევ და ისევ. მინდა რომ გაგახსენოთ რომ დღეს საღამოს 5 საათზე იქნება ლოცვა, ხვალ 9-ზე ჟამრება და 10 ნახევარზე წირვა. მარხვა გრძელდება. რადგანაც პეტროპავლობის მარხვა ამ წელიწადში გამოდგა დაახლოებით 1 თვე, 1 თვიანი. ამიტომ გრძელდება მარხვა და გრძელდება სულიერ ფსიქიური დატვირთვა მორწმუნეებზე. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიძახდი, რომ ეს ლოცვები ჯვრის პარაკლისი განსაკუთრებული ძალის მატარებელია, რადგანაც მორწმუნე ადამიანი ჯვარს განსაკუთრებით სასოებს და განსაკუთრებით ჯვარი არის დამცველი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, როგორც მარხვაში, ასე ხსნილშიც, განსაკუთრებით მარხვაში. და მარხვაში განსაკუთრებით ადამიანი ხოლმე მისაწვდომი ხდება ამა თუ იმ რისკ ფაქტორებისადმი. ადამიანი არ არის მარტივი და ცალსახა და ერთგანზომილებიანი, ასე ვთქვათ, სიმბოლოდ ვთქვათ, ქმნილება. იგი არის საკმაოდ რთული ქმნილება, იგი არის ღვთის ხატად შექმნილი და მსგავსება მის დავალებას წარმოადგენს, რომ მიაღწიოს მსგავსებას და იყოს სრულ ვითარცა მამა ჩვენის ზეცათა სრულ არს. ამისათვის ადამიანმა უნდა გაიაროს განღთობა თეოზისის რთული და ფაქიზი და განსაცდელებითა და საფრთხეებით აღსავსე ეკლიანი გზა. სინზე ვერავინ ვერ მიართვებს ადამიანს სრულყოფილებას და ვერავინ ვერ მიართვებს მას განღთობას სინზე. აი ეს უნდა გავიაროთ დიდი ტანჯვა წამებით, მაგრამ ტანჯვა არა ტანჯვისთვის, არამედ ტანჯვა ქრისტესთვის, რათა მივიღოთ შვება და ხინება. ჯვარი ეს არის განსაკუთრებული მფარველი მარხვაში ვიმეორე. მარხვა არ არის მხოლოდ რაღაცის არჭამა, ან რაღაცით მარტო სამარხო საჭმელით კვება. ეს არის პრინციპი, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ცხოვრების პრინციპი, ჩვენი ცხოვრების საზრისი, საწყისი არ არის დამოკიდებული და არ ძევს ბიოლოგიურ საკვებში. მარხვის საზრისი და მარხვის პრინციპი არის ის, რომ ჩვენ ხაზს უსვამთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ პურითა ცხონდებით, ანუ ბიოლოგიური პურით, არამედ იმ პურით, რომელიც გამბოარ წყვილისაგან ღვთისა, ზეციური პურით, ანუ ქრისტეს ხორცითა და სისხლით. რა თქმა უნდა, მარხვაში ჩვენ არ უნდა ვჭამოთ სახსნილო საკვები, მაგრამ ამავე დროს იგულისხმება, რომ მარხვაში ჩვენ უნდა მივიღოთ მცირე თუ დიდი დოზებით ის ჭეშმარიტების მარცვლები, რომლებიც ჩვენ უნდა დავიტიოთ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ღვთისა და სასუფეველი ცათა შევიმეცნოთ და შევისისხლოთ. ამიტომ არის ზუსტად რომ მარხვაში განსაკუთრებულად ხაზი უნდა გაუსვათ სულიერ საკვებს, სულიერ კვებას. რათა ჩვენთვის ცხადი გახდეს ის სინამდვილე, ის რეალობა, რაც ღმერთმა შექმნა ადამიანისებს, რათა ადამიანმა შეიმეცნოს ღმერთი სამყარო და საკუთარი თავი და საკუთარი ადგილი ამ სამყაროში. დღევანდელი ადამიანისათვის განსაკუთრებით რთულია ეს პროცესი მისი გონება გამძლეულობისა და არაკონცენტრაციის გამო. უამრავი ადამიანი ყოფიერების სინამდვილეს ცდება და ყოფიერების სინამდვილეს საზღვრებს ვერ იცნობს. ყოფიერება მისი მხოლოდ იმ ჩარჩოებში ძევს, რასაც ქვია სახლი, სამსახური, ოჯახი და დაუშვათ რაც ყოფითი საკითხების მოგვარება. თუ ბოლოს და ბოლოს ეკონომიკური პრობლემების მოგვარება და ეკონომიკური მისი საკუთარი წინსულა. აი ამამდე დადის ზოგჯერ მისი ცხოვრების საზრისების კვლევა და ცხოვრების საზრისი და მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების საზრისი არ არის მხოლოდ ყოფითი, ობივატელური, რო იტყვიან, ვულგარული გამოთქვა, მაგრამ ობივატელური, მხოლოდ ყოფითი საკითხების მოგვარება, რომლებიც მერწმუნეთ ამ მიწიერ ცხოვრებაში მუდამ მოუგვარებელი იქნება. არამედ ჩვენი ცხოვრების საზრისი არის შევიმეცნოთ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი. ამისათვის საჭიროა სინანული და გენერალური აღსარება, განწმენდა ჩვენი როგორც აზროვნებითი სფეროსი, ასევე ემოციონალური სფეროსი და რა თქმა უნდა ხორციელი სფეროსიც, რომელიც ასევე იწმინდება რითი? მარხვით. უბრალოდ მარხვა ხელს უწყობს ამას.
თორემ მარხვა პირველ რიგში სულიერ დატვირთვას აწარმოებს ადამიანს. იგი უფრო გრძნობიარე ხდის, გახსნილს ხდის მას იმ ზეციური ვიბრაციებისა და იმ საოცარი ზეციური უხილავი მადლის მიღებისათვის, რომელიც ჩვენში შემოდის, ხილულად თუ უხილავად. ამიტომ ისევ და ისევ სინანული უფრო და გრძნობიარეს ხდის ადამიანს, განსაკუთრებით მარხვაში, რომ მან უარყოს ბოროტება საკუთარ თავში, განუდგეს ბოროტებას და აერჩიოს სიკეთე. ანუ შეიძინოს იმუნიტეტი, საოცარი იმუნიტეტი საკუთარი თავისუფალი ნების სწორი გამოყენების, მართალი გამოყენების. უნდა გქონდეს ამისათვის შიში ცოდვის ჩადენისა, შიში ღვთისა, წმინდა და იგი არის მაცხოვრებელი. მხოლოდ ვინც ზედაპირულ შიშს, მიწიერ შიშს ებღაუჭება და ეშინია ხორციელი ზიანის, ხორციელი დანაკარგების, იგი ვერ მოიპოვებს ცხოვრების საზრის და სიღრმეში ვერ ჩავა ყოფიერებისა. მხოლოდ ყოფიერების სიღრმის სუბსტანციას შეიმეცნებს ის, ვინც უარყოფს ზედაპირს და სიღრმეზე შევა, სიღრმეში შევა ეკლესიური ცხოვრების. ზოგს ეკლესიური ცხოვრება მხოლოდ რიტუალების დაცვა გონია. ეს ლოცვაც, რომელიც ჩვენ ჯვრის პარაკლისის სახით აღვასრულეთ, ეს არის მხოლოდ ხილული უბრალო რიტუალი. აქ შედის უამრავი ისეთი რამ, რაც ადამიანს აძლევს საშუალებას გამოვიდეს შინაგანი ქაოსიდან, შინაგანი არასრულყოფილებიდან, უწესრიგობიდან და მოემზადოს უფრო მეტად მოწესრიგებისა და სინანულისა და ღვთის შიშის გაძლიერებით საკუთარ თავში მოემზადოს ზიარებისათვის და შინაგანი ცხოვრების მოწესრიგებისათვის, შინაგანი ადამიანის მოწესრიგებისათვის, რომელიც შედეგად გარეგან ადამიანს, ჰაბიტუსს და ბოლოს და ბოლოს ჩვენს ცხოვრებასაც მოაწესრიგებს, რადგანაც შინაგანი არის პირველ მიზეზი გარეგანის და არა გარეგანია პირველ მიზეზი შინაგანის. ვინც შინაგანს დაკარგავს, იგი გარეგანსაც დაკარგავს. ვინც გარეგანს მოებღაუჭება, იგი შინაგანსაც ვერ გაიგებს რა არის. ამიტომ ამ უამრავი ცდუნებებით სავსე გზაზე დამდგარი და უამრავი გამოცდების ოცი ნებებით, ასევე ფულის, ოქროს, ხორციელი სიყვარულის, სხვადასხვა შიშების, განგაშის გზნობით, ავანტყოფობებით, სულიერი თუ ფიზიკური უძლუროების და სხვა კიდევ ხილული თუ უხილავი საფრთხეების წინაშე მყოფი ადამიანი დაცული მაშინ იქნება, როცა იგი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველა ლოცვას დაესწრება და მოინანიებს, მაგრამ მიიღებს ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ეზიარებ. მე ამისთვის ამაზე ძალიან ბევრჯერ გამისვამს ხაზი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. კონტრაპუნქტად ჩვენ ცხოვრებაში, წითელ ხაზად ჩვენ ცხოვრებაში გაზდევს ის ღვთის ნება, რომელსაც არ ანებავს სიკვდილი ცოდვილის, არამედ მოქცევა და ცხოვრება მის. ნებავს უფალს ერთი რამ, რომ გამოსტაცოს ადამიანი ამ ულმობელ ცხოვრებას, ამ ილუზიების ტყვეობას, გამოსტაცოს ადამიანი, გამოგლიჯოს ადამიანი ამ ცოდვილ ცხოვრებას და ნეტარ სინამდვილეში, ნეტარ ეკლესიურ სინამდვილეში შეიყვანოს. აი ეს უნდა ღმერთს. ამაში ვლინდება ზუსტად, არ ამნებავს სიკვდილი ცოდვილის, არამედ მოქცევა და ცხოვრება მის. აი ეს არის ის სულის ალგებრა, სულის მათემატიკა, რომელსაც ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესია გვთავაზობს და ის ჰარმონია, რომელსაც საოცარი მცნებები ღვთისა გვთავაზობს და გვავალებს, რათა გამოვიდეთ იმ უძლურებისა და იმ სიქიურ თუ სულიერი დაბრკოლებისა, ბლოკირების პროგრამებიდან, რომლებიც უხვად ერთვება ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში და გზა გაგვეხსნას. და იმიტომ ამბობ, გზა ხსნილი ქონოდეთ ღვთის სადიდებლად და სულის საცხოვნებლად. ისევ და ისევ ყველაზე დიდი სიხარული ზეცაში არის ის, რომ ერთი ადამიანიც კი მოინანიებს. თუ ერთიც მოინანიებს და მრავალი, ეს სიხარულთა სიხარული იქნება. ამიტომ გისურვებთ სინანულს, სიყვარულს და გისურვებთ წარმატებას სულიერ ცხოვრებაში, სულიერ ჯანმრთელობასაც აუცილებლად გამოიწვევს წარმატებას და გზის გახსნას, როგორც ფიზიკურ, რეალურ სინამდვილეში, ასევე ჯანმრთელობას ჩვენი ფიზიკური სხეულისა, რომელიც არ არის ცალკე და ადამიანი არ არის მარტო სხეული, არც მარტო სული. იგი არის სული, სამშინელი და სხეული. რიცხვი 3, ტრინიტარიზმი ადამიანში ჩადებული. ამიტომ ვილოცოთ, რომ უფრო უფალმა მეტი ძალა, მეტი სულიერი იმუნიტეტი, მეტი სულიერი დაცვა მოგცეს ამ რთულ და ძალიან დიდი საფრთხეებით სავსე აპოკალიფტურ დროში. მერთმა დაგლოცოთ და მშვიდობით გაზიაროთ ხვალ.